თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. დაცვის მხარის განცხადებით სასამართლოში დაკითხულმა ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ რომეო მიქაუტაძე ყოფილი სუსის უფროსის კაბინეტში არასდროს ყოფილა. ადვოკატის განცხადებით მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ 15 კილოგრამიანი ხელბარგი ლილუაშვილის კაბინეტში ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებისგან მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის მიქაუტაძის მიერ შესაძლო სარგებლის მიმღები კომპანიისა და ტენდერების შესახებ მონაცემები არ მიუღია. თავის მხრივ პროკურორის შეფასებით კი დაცვის თანამშრომლების ჩვენებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სუსის ყოფილი უფროსის საქმეს ეკა ლემონჯავა აშუქებს და თემის დეტალებით ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ეკა გისმენთ. სასამართლოში ისევ არკვევენ გრიგოლ ლილუაშვილთან მიიტანა თუ არა ჩანთით ფული ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ან საერთოდ იმყოფებოდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნული პირი. სახელმწიფო ბრალმდებელი მარიამ ბერძენიშვილი მოწმეთა ჩვენებებზე და მათ შორის რომეო მიქაუტაძის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილთან კაბინეტში არა ერთხელ არის ნამყოფი, სადაც სწორედ თანხის გადაცემა მოხდა. დღეს დაიკითხა დაცვის მხარის რამდენიმე მოწმე და როგორც პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, მოწმეებთან მას ჰქონდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა რომელიმე მოწმემ ამ სახეზე ცნობდნენ თუ არა, იცოდნენ თუ არა რომეო მიქაუტაძის საქმიანობის შესახებ. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ერთ-ერთმა მოწმემ უთხრა, რომ რომეო მიქაუტაძის შესახებ ტელევიზიით გახდა მისთვის ცნობილი, ერთ-ერთმა კი განუცხადა, რომ Google-ის მეშვეობით მოძებნა ის. შესაბამისად ბრალდების მხარისთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ რომეო მიქაუტაძე არ უნახავთ სუსის შენობაში მისული არ არის სანდო და სარწმუნო. რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, დღეს პროკურორმა ამასთან დაკავშირებითაც დაუსვა მოწმეებს კითხვა. ანდრია ლილუაშვილი არის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, მასაც ქრთა მისაღებას ედავებიან და უკვე მსჯავრდებულია. როგორც პროკურორი აღნიშნავს, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ანდრია ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა შესასვლელიდან სარგებლობდა, უსარგებლია ამ შესასვლელით, სადაც მანქანის ნომერს გადასცემდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და სწორედ ამ გზით შედიოდა ის მის ნათესავთან. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მათმა მოწმეებმა დღეს დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომეო მიქაუტაძე არასდროს უნახავთ მათ გრიგოლ ლილუაშვილთან, მით უმეტეს ჩანთით ხელში, 15 კილოიანი ბარგით ხელში, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სწორედ ამ მოცულობის ჩანთით უნდა შეეტანა ფული, თუ კი ეს რეალობა შეესაბამება მიქაუტაძეს გრიგოლ ლილუაშვილთან, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ მსგავს ადგილი არ ქონია და მსგავსი ფაქტი არც გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლებს არ უნახავთ. თითოეული მათგანი საუბრობს იმაზე, რომ ფიზიკურად არ ახსოვთ, არ უნახავთ და ასე შემდეგ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ვუსვამეთ თითოეულ დაცვის მხარეს, დაცვის წევრს კითხვას, ზოგადად იცოდნენ თუ არა, ვინ არის რომეო მიქაუტაძე. დაცვის წევრი, რომელიც დაიკითხა, უკითხე, საიდან იცოდა. მან განმარტა, რომ ტელევიზიით იცის მხოლოდ. შესაბამისად, კითხვა იმასთან დაკავშირებით ისმევა, რომ რატომ არის დარწმუნებული, რომ ნამდვილად არ ყოფილა და საბოლოოდ ვიღებთ პასუხს, რომ რა თქმა უნდა ვერც ერთი დაცვის წევრი ვერ იქნება დარწმუნებული იმასთან დაკავშირებით, ესათვის პიროვნება ნანახი ყავს თუ არა. აღნიშნულმა პირებმა ცალსახად და ხაზგასმით გამოკვეთეს, რომ არასოდეს არ უნახავთ აღნიშნული პირი, ანუ რომეო მიქაუტაძე, მოსული ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან პირადად. რომეო მიქაუტაძე, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ეს იცოდა ყველა დაცვის წევრმა. რაც შეეხება Google-ში არსებულ ინფორმაციას პირადად მე მყავს გამოკითხული ეს პირები და ჩემს მიერ გაკეთებული გამოკითხვის დროს პიროვნებაში შეცდომა რომ არ მომსვლოდა მე პირადად გამოკითხვის ოქშივე მევე მაგ დაფიქსირებული რომ დიახ ეს ის რომეო მიქაუტაძეა რომელიც მან იცოდა რომ იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და არასდროს ყოფილა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში. დღეს სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით გვერდიგვერდ ხტომათა
დარბაზში ტარდებოდა გრიგოლ ლილუაშვილის და მისი ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის სასამართლო პროცესები. მასაც ედავებიან ქრთამის აღებას. დღეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით ლევან ახობაძე პატიმრობაში დარჩა, მისი საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა, ასევე იმსჯელეს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ამ საქმეში არაერთი მოწმისჩვენება არსებობს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქრთამი აიღო ლევან ახობაძემ. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდების მხარე მოცემული საქმიდან გამოყო სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ეს არ ეხება კონკრეტულ პირებს, არამედ ყველა შესაძლო პირის მიმართ და მიერ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. რაც შეეხება სასამართლოს ხდომის დახურვის შემდგომლობას, ვინაიდან რადგანაც მოცემულ ეტაპზე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკითხული არის გამოძიების ეტაპზე. არაერთი პირი ჟღერდება არაერთი ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რაც საჭიროებს, ასე ვთქვათ, საჯაროებისკენ დაცვას. ეს ყველაფერი დეტალურად მიუთითა ბრალდების მხარეს სასამართლომ გაიზიარა და მიიღო სასამართლოს ხდომის დახურვის გადაწყვეტილება. პროკურატურამ დააყენა შემდგომლობა სასამართლოს ხდომის დახურვასთან დაკავშირებით. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო ის, რომ არ გაჟღერებული იყო რაღაც კონკრეტული პერსონალური მონაცემები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ფიგურირებენ საქმეში. დაცვის მხარე არ დაეთანხმა კონკრეტულ შემდგომლობას, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯაროება მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის საქმეებში, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და სხდომაც არ იმართა დახურულ რეჟიმში. ლევან ახობაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ასეთ კონკრეტულ მოქმედებას, რომელსაც პროკურატურა აღალინებს, საერთოდ ადგილი არ ქონია. თუ ფაქტს არ ქონია ადგილი, შესაბამისად ლილუაშვილის ჩართულებაც გამორიცხება. ლოგიკურად. დღეს სასამართლო პროცესზე, რომელიც მიმდინარეობდა ლევან ახობაძის იმყოფებოდა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის ყოფილი მოადგილე გიორგი სინჯიკაშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ლევან ახობაძის საგულშემატკივროდ იყო სასამართლოში მოსული, რაც შეეხება საქმეს, როგორც გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე მის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რაც შეეხება ლევან ახობაძის საქმეს, ამ საქმეში სუსტი გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილიც ფიგურირებს, თუმცა ბრალდება მას წარდგენილი არ აქვს. პროკურორმა დღევანდელ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს სხვა პირთა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით და ასევე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ლევან ახობაძის საქმის დახურვა სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.